დღეს ვისაუბრებთ ზაფხულში ანტიასაკობრივ თავის მოვლაზე, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან მზის სხივების გააქტიურება და ეს ფოტოდაბერების როგორც ეძახიან პროცესი ზაფხულში აქტიურდება და ამიტომ ეს ასაკი განსაკუთრებულად უნდა იყოს ყურადღებით, რომ კარგად დაიცვას. ჩემზე მაგალითად ჩემ განწყობაზე და ხასიათზე ძალიან კარგად მოქმედებს რუჯი, რომელიც რა თქმა უნდა არც ისეთი კარგია ასაკთან ერთად, ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი კანისთვის, მაგრამ ეს არის სწორედ ძალიან საინტერესო, როგორ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ თან მივიღოთ რუჯი და თან არ დავაბეროთ ჩვენი კანი. ყველა დერმატოლოგი მაგაზე გიპასუხებს, რომ ჯანსაღი რუჯი არ არსებობს, მაგრამ რა ვქნათ სიმართლე ვთქვათ და მეტყობა კიდევაც თვითონ კანზე, რომ მაინც გვიყვარს ეს რუჯი მოგწონს კიდევაც, თანაც პროცესი ძალიან სასიამოვნოა, ამიტომ ვერ ვამბობ თუ არს და გვიწევს რაღაცების გათვალისწინება. სამაგეროდ განწყობა გვექნება უკეთესი. სხვათა შორის აი ეს ტერმინი anti-age დღეს უკვე შეიცვალა ახალი ტერმინით skin longevity, რაც გულისხმობს კანის ხანგრძლივ სიცოცხლის უნარიანობას. ეს თვითონ სახელწოდებაც გასაგებია, რომ ანტიასაკობრივი გულისხმობს უკვე არსებულ პრობლემებთან ბრძოლას, თუმცა skin longevity უფრო ჰოლისტიკური მიდგომაა კანის მოვლასთან დაკავშირებით და ბევრ სხვადასხვა რამეს გულისხმობს, ამიტომ მე მგონია, რომ ეს რუბრიკა საინტერესო იქნება არა მხოლოდ კონკრეტული ასაკისთვის, არამედ ყველა ადამიანისთვის, რომელმაც უკვე დაიწყო კანის მოვლა. სილამაზე დროის გარეშე ასეც უწოდებენ ამ ახალ ტენდენციას, რომელმაც ანტიასაკობრივი თავის მოვლის მიდგომები ახალ საფეხურზე აიყვანა. ისედაც ხო ძალიან საინტერესოა, რას გულისხმობს ეს ახალი მიდგომები და მით უმეტეს ზაფხულში, როდესაც კიდევ უფრო სტრესულია ეს სეზონი კანისთვის. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, რომელზეც დღეს გვიტპასუხებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი დერმატოლოგი თამარ ბასილაძე და ვთხოვოთ ახლა თამარ სტუდიაში, რომ დაგვეხმაროს ამოვხსნათ ყველა ეს საიდუმლო. მშვიდობისა. დილამშვიდობის თამარ და ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. პირიქით მადლობა მოწვევისთვის. თამარ, დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ ამ რაღაც ახალ ტენდენციაზე skin longevity, თუმცა თქვენგან გვაინტერესებს მაინც რა არის მთავარი გამსაზღვრელი პირობა კანის ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის და რა არის მთავარი ფაქტორები, რაც უნდა გავითვალისწინოთ. ბატონო, ნამდვილად ახალი ტრენდია ეს 2025 წლის, რომელიც ასახავს სილამაზის ინდუსტრიის გადაადგილებას ანტიასაკობრივი მიმართულებიდან უფრო ჰოლისტიკური მიმართულებით, როგორც თქვენ აღნიშნეთ. ეს ტენდენცია მიმართული არის არა უკვე არსებული ნაოჭებთან საბრძოლველად, არამედ უფრო სიღრმისეულად ვთქვათ, თავისი ასპექტები აქვს, ეს იქნება პრევენციული მოვლა, ეს იქნება თქვათ რეგენერაციული პროცესების მაქსიმალურად დაჩქარება, ეს იქნება კანის მიკრობიომის შენარჩუნება და რაც თავარია კანის ბარიერული ფუნქციის გამაგრება. დიახ, აი ზუსტად ამას ვფიქრობ მეც, რომ ეს მიდგომა არ გულისხმობს უკვე გაჩენილი ნაოჭებთან ბრძოლას, კი ბატონო. ლაქას, ან ნაოჭს, ან მოშვებულ კანს. არკვევს მიზეზებს დაბერების უფრო აი უჯრედურ და მოლეკულურ დონეზე. დიახ და ეს სულ გვესმის, რომ დაიწყე კანის მოვლა, რაც შეიძლება ადრე, ხო? აი მაინც თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელია ის ასაკი, რომ უნდა დავიწყოთ და რომელ ასაკში უნდა ჩავრთოთ უკვე ანტიასაკობრივი პროდუქტები. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ასაკი არის დაახლოებით 25 წელი. რადგან 25 წლის ასაკიდან უკვე ის პროცესები, რაც აქამდე საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა, უკვე ნელ-ნელა იკლებს. რა პროცესებია? ეს არის თქვათ ნივთიერებათა ცვლა, ეს არის ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი ჰიალურონის მჟავის გამომუშავების შემცირება. ეს არის ტენიანობის დაკარგვა და უკვე ნაოჭების გაჩენა. ამიტომ 25 წლიდან დიახ. ანუ უკაცრავად ჩაგიკითხებთ, ანუ 25 წლიდან ვიყენებთ ანტიასაკობრივ მოვლას, მაგრამ მანამდე უფრო ადრეულ ასაკში უფრო მოვლა შეიძლება დავიწყოთ მანამდე, ხო? უბრალოდ რომ გაჩნია
კანის მდგომარეობას, თქვა. იგივე ფოტოდაბერების ნიშნები, თქვა 22-23 წლის ასაკისთვის თუ უკვე სახეზე გვაქვს, რა თქმა უნდა, შეიძლება რომ უკვე თქვა ინტენსიურად დაიწყოს კანის ანტიასაკობრივი მოვლა, მაგრამ ეს ასაკი დაახლოებით მაინც არის 25 წლიდან. რაც აშკარაა რომ დაიწია, იმიტომ რომ ადრე ეს იყო 30 ვამბობდით ხოლმე, მაგრამ ეხლა დაიწია კი. დაიწია, კი. თამარ, აი ზაფხული მაინც ყველაზე სტრესული პერიოდია, მგონია კანისთვის და განსაკუთრებით უკვე კონკრეტული ასაკის შემდეგ. რა არის ამ შემთხვევაში მთავარი ფაქტორი, მზისხივები, აი კიდე თუ არის რამე ფაქტორები, რაც აი უარყოფითად მოქმედებს ზაფხულის განმავლობაში. კი ბატონო, ეს არის ტემპერატურის და ტენიანობის ცვლილება და ამის ფონზე ხდება გააქტიურება საუფლე და ცხიმის ჯირკვლების და შესაბამისად ეს პერიოდი განსაკუთრებით ისეთი მძიმე გამოწვევა არის მათთვის, ვისაც აქვს ცხიმიანი აკნისადმი მიდრეკილი კანი. ამიტომ ეს დეჰიდრატაციაც რა თქმა უნდა თავის როლს თამაშობს და ეს ყველაფერი საკმაოდ ისე მძიმე დაისახება ხოლმე ზაფხულის პერიოდში კანის კანზე. როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი შეცდომა, ან შეცდომები, რასაც უშვებთ ზაფხულში და რაც უკვე განაპირობებს კანის დაბერების პროცესს? მთავარი შეცდომა ისევ და ისევ არის მზისგან დამცავი საცხის არ გამოყენება. იმიტომ რომ ძალიან ხშირად პაციენტებიც მეკითხებიან ხოლმე, თქვათ, თუ გარეთ არ არის მზე, არის ცუდი ამინდი, მაინც უნდა გამოვიყენო მზისგან დამცავი აუცილებლად. მუდმივად ვამბობ ხოლმე, რომ ნებისმიერ ამინდში წვიმს თოვს ხარია თუ მით უმეტეს მზე აუცილებელი არის, რომ მზისგან დამცავი გამოვიყენოთ. მზისგან ერთი კითხვა მაქვს ბოდიში ხთევნოს არ მინდა ხოლმე ხენ შევშალ, მაგრამ ბევრჯერ ამაზე სულ საუბრობთ, რომ მზისგან დამცავი აუცილებელია, მაგრამ სხვადასხვა მოსაზრება ჯობს, რომ მაგალითად თვითონ ეს კრემი შეიცავდეს მზისგან დამცავს თუ გამოვიყენოთ მაგალითად სხვა დამატენიანებელი და ცალკე გამოვიყენოთ მზისგან დამცავი. ამას მნიშვნელობა აქვს თუ არა? მნიშვნელობა აქვს იმ შემთხვევაში, თუ დღე როგორ გვაქვს დაგეგმილი, თქვა დღის განმავლობაში თუ მუდმივად გვიწევს მზისხივების ქვეშ ყოფნა, მაშინ აუცილებელია რომ ცალკე იზოლირებულად იქნეს გამოყენებული მზისგან დამცავის საშუალება. ასევე მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩევას მზისგან დამცავის. იმიტომ რომ გვაქვს მინერალური ფილტრით, გვაქვს ქიმიური ფილტრით, უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად კანის ტიპი და ამის მიხედვით მოხდეს მზისგან დამცავის შერჩევა. ასევე თუ დღის განმავლობაში მუდმივად ვართ ხოლმე მზეზე, მაშინ სასურველია რომ დაახლოებით 2 საათში ერთხელ მოხდეს მზისგან დამცავის საცხის ფენის განახლება. თუმცა, აი თუ მზეზე გავდივართ გასარუჯეთ, რა თქმა უნდა, მაგრამ აი დღის განმავლობაში, როდესაც ქალაქში დადიხარ საქმეებზე და გიწევს ყოფნა, იქ ცოტა დეკორატიული კოსმეტიკაც გაქვს გამოყენებული, მაგ შემთხვევაში საკმაოდ რთულია და სხვათა შორის არსებობს უკვე სპრეის სახით მზისგან დამცავის საშუალებები, რომელიც საკმაოდ ადვილია, იმიტომ რომ გეთანხმებით, თეო, როცა დღის განმავლობაში უამრავი საქმეა, თქვა შეხვედრები, გვაქვს დეკორატიული კოსმეტიკა ძალიან რთულია ზემოდან, თქვა მზისგან დამცავის წასმა ნამდვილად. ამიტომ ეს სპრეი არის იდეალური გამოსავალი ამ შემთხვევაში. ან მაშინ ყველაფერი უნდა მოიშორო და ახლიდან გაიკეთო. თამარ, აი რომელი ინგრედიენტებია ეფექტური და იდეალური ზაფხულისთვის, რო ჩავრთოთ ჩვენს თავის მოვლაში და რომელი ინგრედიენტებისგან უნდა შევიკავოთ თავი? დიახ, საკმაოდ კარგი კითხვაა. თავარი ინგრედიენტი, რომელიც უნდა ფიგურირებდეს კანის მოვლაში, ეს გახლავთ ისევ და ისევ ჰიალურონის მჟავა. იქნება ეს თქვათ შრატის სახით, იქნება ეს საცხის სახით. რისგან შევიკავოთ თავი? ეს არის თქვათ იგივე რეტინოლი, C ვიტამინი, ნიაცინამიდი, ანუ სასურველია რომ აი ამ ინგრედიენტების შემცველი სახის კანის მოვლის საშუალებები არ გამოვიყენოთ განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში. მოგეხსენებათ რომ რეტინოლი საკმაოდ ეფექტური ანტი-ეიჯ ესე რომ ვთქვათ ინგრედიენტია, თუმცა მას გარკვეული სიფრთხილე ჭირდება მის გამოყენებას, ვთქვათ, ეგ დაბალი პროცენტით დაწყება, ის ვთქვათ, არაყოველდღიურად, არამედ ვთქვათ, ნელ-ნელა შეჩვევა, თუ უკვე იმ ეტაპზე არის ქალბატონი, რომ უკვე შეჩვეულია კანი და არ უნდა რომ ვთქვათ ეს რუტინა მისი დაირღვეს, მაშინ როგორც მინიმუმ საღამოს რუტინაში უნდა ჩავიტანოთ ეს ყველაფერი. და ასევე ამბობენ, რომ არის ასეთი ინგრედიენტი ბაკუჩიოლი, რომელიც არის მცენარეული ალტერნატიული რეტინოლი და შედარებით უფრო მეგობრობს მზისხივებთან და ამ შემთხვევაში შეგვიძლია ის ჩანაცვლებული იქნას, თქვათ, ზაფხულის განმავლობაში თავისუფლად. ამიტომ თუ თქვენი კანი მიჩვეულია რეტინოლის გამოყენებას, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ
განაცვლოთ ასეთი ინგრედიენტით, რომელსაც ქვია ბაკუჩიული. თამარ, ეს კანის მოვლა ხო არ არის მოკლე ვადიანი რაღაც პროცესი, ხო? აი ძალიან ხანგრძლივი და სტაბილურობას მოითხოვს, სწორ რუტინას მოითხოვს, საკმაოდ ინფორმატიულობას მოითხოვს, რომ სწორედ იყოს ეს ყველაფერი დაგეგმილი და თუ შეგვიძლია აი ესეთი უნივერსალური რეკომენდაცია გავცეთ, როგორი უნდა იყოს ზაფხულში ანტიასაკობრივი თავის მოვლის რუტინა დილას და საღამოს. გეთანხმებით თეონა, ზოგადად კანის მოვლა არის კომპლექსური და აუცილებლად საჭირო არის რეგულარულად სხვადასხვა ინგრედიენტების გამოყენება და არა ერთჯერადად, ხომ? როგორ შევცვალოთ, რა არის ის რეკომენდაცია, რაც სასურველია რომ გავითვალისწინოთ ზაფხულის განმავლობაში? უპირველეს ყოვლისა უნდა შეიცვალოს საცხის ტექსტურა თვითონ. თუ თქვა ზამთრის განმავლობაში უფრო უპირატესობას ვანიჭებთ, თქვა ესეთ მსუყე კარაქისებური ტექსტურის საცხებს, სასურველი არის შედარებით მსუბუქი დამატენიანებლებით შევცვალოთ, თქვა იგივე გელ-კრემები არსებობს, რომელსაც ვიყენებთ ხოლმე. განსაკუთრებულად აქცენტი უნდა გავაკეთოთ ღამის მოვლაზე. რადგან თქვა დღის განმავლობაში, როგორც ვთქვით, ეს მზისხივები, ტენიანობა, მაღალი ტემპერატურა, ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს სახისკანზე, ამიტომ ღამე ვიცით რომ არის ის პერიოდი, როდესაც უჯრედები მუდმივად არიან განახლების, ანუ რეგენერაციის პროცესში, ამიტომ აუცილებელი არის რაღაც გარკვეული საშენი მასალა მივაწოდოთ, რადგან რათა ეს პროცესები შეუფერხებლად მიმდინარეობდეს. ძალიან კარგი არის დამატენიანებელი ნიღბების გამოყენება, იგივე ჰიალურონის მჟავის ბაზაზე დაფუძნებული და რაც თავარია, ღამის საცხი არ უნდა დაგვავიწყდეს. აი ნიღბები რო ახსენეთ, შეიძლება ყოველდღიურად ნიღბის გაკეთება ზაფხულში? კი ბატონო. უამრავი ნიღაბი არსებობს, იქნება ეს ქსოვილისებური, უბრალოდ აპლიკაციური გზით წასასმელი თუ ასე შემდეგ, არა აქვს მნიშვნელობა, რაც უფრო ხშირად გამოვიყენებთ ნიღაბს, მით უფრო უკეთესი შედეგი გვექნება, რა თქმა უნდა. ზაფხულის პერიოდში. კი, ოღონდ საღამოს. თამარ, აი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი თემაა ჩემი აზრით. უკვე გარკვეული ასაკის შემდეგ მხოლოდ ზედაპირული თავისმოვლის საშუალებები არ არის ეფექტური და აუცილებელია რომ პროცედურული დაუშვათ კურსი ან თუნდაც რაღაც ერთჯერადი პროცედურები ჩავრთოთ, რომ გარკვეული შედეგი მივიღოთ. აი ზაფხული, როდესაც ისედაც საფრთხილოა ყველაფერი, ისე რომ არ დავაზიანოთ კანი და თან ამავდროულად არ დავტოვოთ მთელი ზაფხული ღრმა დატენიანების მაგალითად გარეშე, ხო? აი რომელ პროცედურებს გვირჩევთ ზაფხულში? და რა ინტენსივობით? კი ბატონო, პროცედურები არის შემდეგი, ეს არის ბიორევიტალიზაცია. პაციენტებისთვის ყველაზე უფრო ნაცნობი და საყვარელი პროცედურა, ბიორემოდელირება, ბუსტერიზაცია. ეს არის ძირითადი სამი მიმართულება, ანუ რითიც ინტენსიურად ვატენიანებთ ხოლმე კანის ღრმა შრეებს. გეთანხმებით თეონა, ანუ მხოლოდ ზედაპირული მოვლა არის ასაკი, როდესაც უკვე აღარ არის საკმარისი და სასურველია, რომ თუნდაც ის ჰიალურონის მჟავა მივაწოდოთ ზუსტად იმ ადგილს, ზუსტად იმ შრეს კანის, რომელიც პასუხისმგებელი არის, თქვა ჩვენთვის ორი მნიშვნელოვანი ცილის კოლაგენის და ელასტინის სინთეზზე. ამიტომ ეს სამი პროცედურა არის არჩევის პროცედურა ფაქტიურად, როდესაც ქალბატონები ემზადებიან უკვე ზაფხულისთვის და რა თქმა უნდა გასარუჟოთ, იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მაინც რუჯს ვერ ავწდებით, უნდა სასურველია რა თქმა უნდა, რომ ეს გავაკეთოთ სწორად და ჯანსაღად. დიახ, თამარ, აი ნუ როგორ გვირჩევთ ზაფხულის დასაწყისში, აი მაგალითად ახლა ივნისში, ხო? სანამ რაღაც შვებულება იქნება და ინტენსიურად წავალთ დასასვენებლად და გასარუჯად, მანამდე ჯობია, ხო? მანამდე მოვამზადოთ აუცილებლად კანი, როგორც თქვი, იგივე ბიორევიტალიზაციით, ბუსტერიზაციით და შემდეგ აუცილებლად ზაფხული, როდესაც მიიწურება, შემოდგომიდან ისევ უნდა განახლდეს ეს პროცედურები, თუმცა შემოდგომიდან უკვე სხვადასხვა პროცედურების ჩართვაც ხდება, ეს იქნება თქვათ პილინგები, სხვადასხვა ამქერცლის საშუალებების, ლაზერული პილინგი თუ ასე შემდეგ, რომ რაღაცნაირად მოვაცილოთ ის დაზიანებული კანის შრე, კანის ზედაპირს. და რამე პერიოდი არის დასაცავი მაგალითად ბიორევიტალიზაციას ვინც იკეთებს, იქიდან აი რამდენ ხანში შეიძლება მაგალითად ზისხიოები. კი ბატონო. დაახლოებით 1 კვირის შემდეგ მაინც სასურველი არის, რომ 1 კვირის შემდეგ გავიდეთ მზეზე. აი ეს ინექციური პროცედურების შემდეგ.
თამარ, აი როგორც უკვე ვახსენეთ, რომ ეს ჰოლისტიკური მიდგომა გულისხმობს ბევრ რამეს, მაგალითად, ზედაპირულ მოვლაზე ვისაუბრეთ, სიღრმისეულ მოვლაზეც, ასე ვთქვათ, ვისაუბრეთ. კიდე ძალიან აქტიურად არის ახლა ეს ტენდენცია სახის მასაჟი და face yoga, რომელიც უკვე კუნთების ხარჯზე ეხმარება ახალგაზრდული იერის შენარჩუნებას. აი, ამაზეც რო გითხრათ, თქვენი აზრი რამდენად ეფექტურია? ძალიან ეფექტურია, როგორც სახის მასაჟი, ასევე იოგა, თუმცა აქაც აუცილებელი არის კომპლექსური მიდგომა და აქაც აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი იყოს კურსის სახით ჩატარებული და იყოს რეგულარული. ეს ყველაფერი ერთად კომპლექსური მიდგომა თავისი ზედაპირული მოვლით, თავისი ღრმა დატენიანებით, სახის მასაჟი თუ იოგით საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს სახის ახალგაზრდული იერის შენარჩუნებას. ზოგადად ნებისმიერი პროცედურა, ნებისმიერი მასაჟი იქნება ეს თუ უბრალოდ საცხის წასმა თუ ასე შემდეგ, ყველაფერზე ყოველთვის პასუხს გვაძლევს ხოლმე კანი. ანუ ის მნიშვნელოვანი შრე, რასაც დერმა ქვია, სადაც სწორედ აი კოლაგენის და ელასტინის გამომუშავება ხდება. ამიტომ ძალიან კარგია, თუმცა ისე და ისევ ამას უნდა გქონდეს რეგულარული სახე. ეხლა ჩემთვის მტკივნეული თემა, რომელიც ასევე ზაფხულში აქტიურდება, კანის დაცვაზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ კონკრეტულად მინდა ვისაუბროთ პიგმენტურ ლაქებზე, რომელიც მე ნამდვილად ვიცი, რომ გარუჯვისგან თავის დროზე ალბათ ნაკლებად მივაქციე ყურადღება კანის დაცვას და გამიჩნდა და ეს რაღაც დაუძლეველი პრობლემა აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. რთული პრობლემა. როგორ შეიძლება რომ ამას საკმაოდ რთული პრობლემა და საკმაოდ ხშირი პრობლემა არის. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მაინც რაღაცნაირად ეს გარუჯვა სწორად როგორ ჩანს, მაინც არ ხდება და თუ თქვათ მით უმეტეს სახის კანი მიდრეკილი არის პიგმენტური ლაქების გაჩენისკენ, ეს პრობლემა სამწუხაროდ დგება. არსებობს უამრავი თქვათ მარტივი მოვლიდან რომ დავიწყოთ, იქნება ეს შრატი, თქვათ იგივე C ვიტამინის შემცველი, იგივე თქვათ სხვადასხვა მჟავის შემცველი შრატები და ასევე არსებობს პროცედურები, რომლითაც ვებრძვით ხოლმე პიგმენტაციას, თქვათ ეს არის პიგმენტაციის საწინააღმდეგო მეზოთერაპია, თქვათ ქიმიური პილინგები ცოტათი უფრო აგრესიული ვიდრე ზედაპირული, თქვათ და ლაზერული პილინგი, ანუ გვაქვს საკმაოდ ესეთი იარაღები, ესე რომ ვთქვათ, პიგმენტაციასთან საბრძოლველად. თამარ, აი თქვენ შემთხვევაში ყოფილა ისეთი პაციენტი, რომელსაც აი გაუქრა პიგმენტური ლაქა. ნამდვილად. მე უნდა მოვიდე ესე კითხვებთან, იმიტომ რომ ზამთარში კი გეთანხმებით უფერულდება სხვადასხვა პროცედურების ხარჯზე, თუმცა დაინახავს თუ არა მზეს, ისევ აქტიურდება და გამოდის და ოღონდ ეს არ იყო ერთი პროცედურის შედეგად მიღწეული შედეგი, რა თქმა უნდა, ანუ აქაც და აქ ისევ და ისევ რეგულარულად სხვადასხვა პროცედურების ერთობლიობა მოგცა ნამდვილად ეს შედეგი, ამიტომ გელოდებით. აუცილებლად თქვენ ნიკანი ისე წინავს და გამოიყურება, რომ თვალი ვერ მომწყვიტე, რაც შემოვიდა. მართლა და აუცილებლად უნდა მოვიდე ლაქასთან გენეტიკა ალბათ უფრო არის, ეს არის გენეტიკა და სწორი მოვლა. მე სულ ვეუბნები ხოლმე პაციენტებს, რომ სწორი მოვლა გულისხმობს უპირველეს ყოვლისა სახის კანის ტიპის დადგენას და სასურველია თუ ამას გააკეთებს დერმატოლოგი, იმიტომ რომ თქვა სხვადასხვა საცხების გამოყენების შედეგად არასწორი წარმოდგენა გვაქვს ხოლმე სახის კანის ტიპზე. ამიტომ ჯობია რომ ზუსტად იქნეს დადგენილი, როგორი ტიპის კანი გვაქვს და მხოლოდ ამის შემდეგ დერმატოლოგმა თვითონ შეარჩიოს მოვლის რუტინა. სწორად. და აი ბოლოსკენ შეჯამების სახით რო წავიდეთ, აი ზაფხულში, ჩემი დაკვირვებით ესე ვიღებთ ხოლმე აი რაღაცა გამომშრალ, უსიცოცხლო, მუშვებულ, აი ხილულად ჩანს ხოლმე რომ კანი სტრესშია. ეს მზის ფაქტორი გავარკვიეთ უკვე. აი კიდე თუ შეიძლება რომ ან ცხოვრების სტილით, ან კვებით, ან სხვადასხვა ფაქტორებით კიდე რითი შეიძლება რომ დავეხმაროთ, რომ შედარებით სიცოცხლის უნარიანობა გაუხანგრძლივოს. სწორია თეონა, ანუ ორის თქმა მინდა იცით, ცხოვრების სტილი, ცხოვრების ჯანსაღი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემ შემთხვევაში და პაციენტებსაც რო ვეკითხები, ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი არის ძილის მოწესრიგება. იმიტომ რომ თქვა ერთი გათენებული ღამეც კი დამეთანხმებით ალბათ რომ ასახვას პოვებს უკვე კანის მდგომარეობაზე. კვება აუცილებლად, ესეთი ჯანსაღი კვება, წყალი უკვე აღნიშნეთ და რახან ისევ და ისევ ზაფხულია და ვსაუბრობთ რუჯზე, სწორად გარუჯვა. რას გულისხმობს სწორად და
ჯანსაღად გარუჯვა თუ შეიძლება ეს ჯანსაღი დავარქვეთ ამ ყველაფერს. ანუ ეს გულისხმობს თქვათ დღის გარკვეულ პერიოდში მზეზე დასვლას და არა თქვათ დილიდან საღამომდე ესე რომ ვთქვათ, როგორც აღნიშნე უკვე დაახლოებით 2 საათში ერთხელ განახლებას მზისგან დამცავის და კიდევ ერთი მომენტი რაც მინდა აღვნიშნო რომ ხშირად დამცავებს აწერიათ წყალგამძლე და ვთქვათ გონია რომ მეტი აღარ უნდა განახლო. არ დაბუჯერო? როგორ არა იქ ტყუილი ნამდვილად არ წერია, თუმცა დამეთანხმებით რომ წყალში ჩადიხართ, შემდეგ ხდება ამოსვლა, გამშრალება, შემშრალება და რა თქმა უნდა, აი იმ დამცავის ფენის მოცილება. ამიტომ სასურველია თუ თქვათ სახეზე 2 საათში ერთხელ, თუ ჩვენ ვართ აუზზე, პლაჟზე, ანუ სასურველია რომ დაახლოებით 1 საათში ერთხელ იგივე სპრეის გამოყენებით მოხდეს მზისგან დამცავის აპლიკაცია. ძალიან დიდი მადლობა თამარ. მე თქვენთან მოვალ ლაქებთან დაკავშირებით უკვე სექტემბერში, ხო, ჯობია. მანამდე beauty box-ი მინდა გადმოგცეთ ჩვენგან სასუქრად და იქ არის ანტიასაკობრივი დამცავი და მე თქვენი აზრი მაინტერესებს. როგორ მოგეწონებათ? დიდი მადლობა. უღმესი მადლობა თქვენ, უღმესი მადლობა თეონას ამ საინტერესო თემისთვის და შეიძლება ჯანსაღი რუჯი არ არსებობს, მაგრამ მაინც განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე მგონი ჩვენს გარეგნობაზე და ასე რომ თუ ამას გავითვალისწინებთ, ცოტა ჯანსაღი მაინც არის. უღმესი მადლობა თეონას.